გამარჯობა საქართველოს კოლუმბიიდან. რამოდენიმე დღეში ისევ ბრუნდები ამერიკაში. მინდა გახაროთ, როგორც იქნა დარეგისტრირდა შვეიცარიაში კომპანია. ჩვენ ჩამოვყალიბეთ სააქციო საზოგადოება Luxium-ი ცუგის კანტონში. ცუგის კანტონი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კანტონი შვეიცარიაში. და ის რომ ქვეყანა ყოფილიყო, იქნებოდა მსოფლიოში ნომერ პირველი ერთსულ მოსახლეს შემოსავლით. იმდენ მდიდარი კანტონია. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და იღებს მონაწილეობას Luxium-ის პროექტში, იმიტომ რომ ჩვენი საერთო პატარა გამარჯვებაა. გამარჯვება იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ კომპანიის რეგისტრაცია. რატო დაგვჭირდა რამოდენიმე თვე, თითქმის 4 თვე გასტანა კომპანიის რეგისტრაციამ შვეიცარიაში. იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით ახალი კონცეფციის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც არ არსებობდა დღემდე და ამას სჭირდებოდა იურიდიული გამართვა. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ დავიქირავეთ საუკეთესო იურიდიული კომპანია შვეიცარიაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი ქონდა რომ ამას გააკეთებდნენ. და ის 36 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შექმნეს Luxium-ისთვის, ის კარს გვიხსნის ნებისმიერ ქვეყანაში. და Luxium-ი უკვე დაგვირგვინდა ოფიციალურად, რომ ის უკვე რეალურია. ასე რომ ჩვენ მივდივართ ზუსტად იმ გაწერილი გეგმით და არც ერთი დღით არ გადაგვიხოვია ჩვენს გეგმებს, ნაადრევად დარეგისტრირდა კომპანია. 2 კვირით ესეც საქმეა და მივდივართ დიდი ტემპებით, ვინც გვიყურებთ, უკვე საიტზე შედით Luxium.io-ზე და ნახავთ როგორი ტემპებით მიდის Luxium-ი წინ. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმა არის 2026 წლის დეკემბერში გაეშვას pre-ICO, ეს ნიშნავს გლობალური გაყიდვები, რომლის დროსაც დაილისტება სხვადასხვა ბირჟებზე, მათ შორის Luxium-ი, რომ ხალხმა შეძლოს შეძენა. და ეს ის პერიოდია, როდესაც დიდი დოზით გავა Luxium-ი გარეთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი Luxium-ი დარჩეს საქართველოში, ყველაზე დაბალ ფასში, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თითო ბირჟაზე ზოგან 10 მილიონი იუზერი ყავთ, ზოგან 400 მილიონი იუზერი ყავთ და იქ რო გავა, იქ უკვე სხვა ფასებზე გადავა Luxium. ასე რომ ჩვენი მინიმალური მიზანია, რომ 10 მილიონი Luxium-ი დარჩეს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ჯამური ოდენობა, რაც კი ოდესმე იარსებებს Luxium-ების იქნება 165 მილიონი და აქედან 10 მილიონი მინიმუმ დარჩეს საქართველოში, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფუნდამენტი, რაც ოდესმე ვინმეს შეუქმნია საქართველოსთვის. ფინანსური ფუნდამენტი. ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, ვისაც ექნება Luxium-ი ხელში. რაც უფრო მეტი, მით უფრო უკეთესი. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიძლევით ვერაფრის გარანტიას, რომ ხვალ Luxium-ი რა ღირებულები შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უახლოესი 5 თვის განმავლობაში, რომ მან დაიწყო 1 ფრანკით და დღეს არის 9 ფრანკზე მეტი. ანუ 33 ლარამდე ღირს უკვე თითო Luxium-ი, როდესაც ღირდა 3.50. ასე რომ წარმოდიდგეთ გლობალზე რო გავა რა რამხელა ბუმი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ იმისი, რომ დაიბადა ეს იდეა საქართველოში, საქართველოდან იწყება და რა თქმა უნდა გამოყენება უნდა ამ შანსს. ასე რომ სულ ეს იყო და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ეს არის ქართული პროექტი, რაც უნდა შვეიცარიაში იყოს ქართული პროექტი. უბრალოდ ჩვენ შვეიცარია ავირჩიეთ იმისთვის, რომ ის არის ფინანსური ცენტრი, ყველაზე დაცული ქვეყანა და ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ზუსტად შეესაბამა Luxium-ის იდეოლოგიას. მომავალ შეხვედრამდე წარმატებები.